ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე სამხრეთ აღმოსავლეთ ევროპაში მდებარე საქართველოს ყოველთვის გამოარჩევდა დასავლური იდენტობა და კულტურა. ჩვენი წინაპრები დასავლურ ფასეულობებს იზიარებდნენ და მათი გეზით ირჩევდნენ სვლას. ამ გზის სათავეებთან ანტიკური კოლხეთი და იბერია, ჩვენი მეფეები, ქართული ეკლესია, კულტურისა და საზოგადო მოღვაწეები იდგნენ. მოგვიანებით საქართველოს დასავლური კურსის დეკლარაციად ევროპაში სულხან საბა ორბელიანის დიპლომატიური მისია მოგვევლინა. მე-19 საუკუნეში ეს არჩევანი კიდევ უფრო ნათლად გამოჩნდა. საზოგადოების პროგრესული ნაწილი კაფიოდ უჭერდა მხარს დასავლურ ღირებულებებსა და ევროპას. ჩვენს ქვეყანას ევროპული გამოცდილება, მეცნიერება და განათლება სჭირდება. ეს უნდა იყოს მისი თოფიარაღი. გაევროპელება წარმოებს ქართულ ნიადაგზე, ქართულ კულტურაზე, სამშობლო და უცხოეთი, საქართველო და ევროპა, ქართველობა და ევროპიელობა. აი რა წერია ახალდროშაზე. დღეს ჩვენი გეოგრაფიული, ეკონომიკური და პოლიტიკური მდგომარეობა შეგვიძლია მხოლოდ ევროპის ორიენტაციასა და დემოკრატიაზე დავამყაროთ. ამაში არის საწინდარი ჩვენი შემდეგი განვითარებისა. მე-20 საუკუნის დასაწყისში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობის ხანმოკლე პერიოდში სწორედ ევროპა იყო ჩვენი პირველი მოკავშირე და თავისუფლების ქომაგი. თავისი ფასეულობებითა და ღირებულებებით ევროპის გაძლიერებაში საქართველოს ყოველთვის უდიდესი წვლილი შეჰქონდა. მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირის იდეის ერთ-ერთი შემოქმედი და მისთვის მებრძოლი ქართველი მიშელ მუსხელი აღმოჩნდა. მომდევნო ეტაპი დამოუკიდებლობის აღდგენის პერიოდია. საქართველოს ევროკავშირის ურთიერთობები დამოუკიდებლობის აღდგენიდან მალევე იწყება. 1996 წელს ხელი მოეწერა პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას. 2009 წელს დაფუძნდა აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივა, რომელშიც საქართველო ჩაერთო. ურთიერთობები თვისობრივად ახალ საფეხურზე 2014 წლიდან გადავიდა. 2014 წელს ხელი მოეწერა საქართველოს ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებას. ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის ჩათვლით. 2017 წელს საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის შენგენის ზონაში უვიზოდ მიმოსვლის რეჟიმი ამოქმედდა. საქართველოსა და ევროკავშირს შორის შეიქმნა თანამშრომლობის ახალი ფორმატები. მაღალი დონის სტრატეგიული დიალოგი ადამიანის უფლებების დაცვის, უსაფრთხოებისა და ენერგეტიკის საკითხებზე. საქართველოს მიერ ხელი მოეწერა შეთანხმებებს ევროკავშირის სააგენტოებთან. ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის შემდგომ საქართველო მოწინავე რეფორმატორ ქვეყნად ჩამოყალიბდა. (2022 წლის 3 მარტს) საქართველომ განაცხადი შეიტანა ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ. 23 ივნისის ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებით აღიარეს საქართველოს ევროპული პერსპექტივა. 2023 წლის ნოემბერში ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების თაობაზე. 2023 წლის დეკემბერში ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა. მომდევნო ეტაპი ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობაა, რისკენაც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებთან ერთად მივისწრაფით. სულად დიდი მიზნისკენ გრძელდება. ჩვენი მომავალი ევროპაა. საქართველო იმსახურებს ევროპული ოჯახის წევრი გახდეს.